მამაო დაგლოცეთ. ადილაზალობა დაგოცოდმეთმა. მამაო, ცოდვა ადამიანში როგორ შემოდის და რა არის საწყისი ცოდვისა? აი რას უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ? ახლა ყველა მიცი და ხა ისეთი დროა, რომ რა არის ცოდვა, რა ათიჩნება ყველა მიცის და უნდა გაუფრთხილდეთ თვალებსაც კი ახლა ეს ტელევიზორმა ინტერნეტი რომ არის არასწორ ცოდვიან გადაცემებს არ უნდა უყუროთ. არ უნდა უსმინოთ განკითხვას ყველაფერი უნდა იცოდე, მაგრამ მაინც შენ არ უნდა აკვე განკითხვა კიდე საიდან მოდის? განკითხვა მოდის თავზე წარმოდგენიდან. შენ გონია რომ შენ მართალი ხარ, ვიღაცა მართალი არ არის. ახლა მე შეადმოღავს ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი, მე ვარ 67 წლისა. მე მოწმუნე ბავშვობიდან ვიღავი პიონერი კონკავშირი და ვეხვდებოდი რომ არასწორი ვიღავი. და ვინმე ჩემთვის ზუსტ თქვა მაშინ რატო ხარ პიონერი კონკავშირილიო, მე გამიკვირდებოდა, ვერ გავიგებდი უცებ. ასევე შენ რაღაცაში თუ ხარ დაწუნებული დღესა. არ უნდა იფიქრე ეს არის სული ჭეშმარიტება. სანამ მაგალითად ეს ვთები, სანამ 60 დღეში არ მოხდები. არ უნდა იყო შენ აზრებში დაწუნებული. ამიტომ სხვა აზრის მქონე, სხვა პოლიტიკური მოსაზრების იქნება თუ სხვა საკითხზე სხვა აზრისა იქნება. არ უნდა უყურო იმას სიძულვილით. არ უნდა და ეს სიძულვილი საიდან მოდის? სიძულვილი მოდის, რომ შენ დაწუნებული ხარ იმაში, რომ შენ ხარ მართალი. აი ეს არის არა მართალი. კიდე სიძულვილი საიდან მოდის? ყოფაქცევიდან. მე ისევ საბჭოთა კავშირს დავაბრუნდები, მე მახსოვს, ზოგიერთი ყოფაქცევის ადამიანი არ მიყვარდა. კი არ მძუდა, არ მიყვარდა. მაგრამ ხა მივხვდი, რომ ყველა ადამიანი ღვთისმხატებაა და ეს საიდან ვიცი? ზოგადად წმინდანების ცხოვრებას ხედავ, რომ დიდი წოდულები გახდნენ დიდი წმინდანები. შეადმოყავს მარიამ მეგუდელის მაგალითი, რომ წერა-კითხვა არ იცოდა და გახდა ყველაფერი ცოდნენ, სული წმინდით. ასევე ვინც მოწმენეები ხართ, შეიყვარეთ სახელების გამარდების კითხვა, საბავშვო ბიბლიის კითხვა, წმინდა დაცვალების კითხვა. და მაშინ არასდროს არ გინიხავთ სხვა ადამიანს ეროვნებისა გამო, იმიტომ რომ გეცოდინება რომ მეფე მერიანი ჩვენი ირანელი იყო პირველი მეფე, ქრისტიანი მეფე. ასევე თვითმფარველი აბოთვილელია არაბი წარმოშობით. ამ დროს 300 წელი საქართველო იყო არაბების მონობის ქვეშ და ქართულმა ხალხმა ერჩია ფარულად ეროვნებით არაბია. ეს ამით ისმენ როცა გულში მეტია, მადლია იმას ქვია. მაშინ ხდება სიძულვილი საწუნოების გამო, სხვა საწუნოების იყოს, ის მოციქულები ხო ყველგან გადაგებდნენ. ღვთის რა უნდა ყველა ადამიანის გადარჩენა. გამოჩნდება ეროვნებისა, გამოჩნდება საწუნოებისა, გამოჩნდება ცხოვრების წესის. ასევე შენც როდის ხარ ბედნიერი, როცა შენ გულში მეტია და ღვთთან როცა ღვთთან ერთობაში ხარ და ერთობაში რო იყო, ის რაც ღმერთს უნდა იგივე უნდა გინდოდეს შენ. მაგრამ ჩვენ ადამიანები რო ვართ, ახლა მის არ არის, ესე იგი მოწუნეა, მაგრამ იმას უყურებს, ვიღაცა მოწვარია, ვიღაცა მრევლია, ვიღაცა მასიერებელია და ოღონდ ცუდვაშია. ახლა ეს იგივეა რომ შეადბადარებ, ექიმზე იფიქრო, იმასთან როგორ მივიდე, სამკურნალოდ, როცა თვითონ ფიუტების ანთება დაემართა, ეკონომისი დაემართა, გაიმარეთი დაემართა, ხო ექიმი ხო, ზოგი ავადმყოფები კვდება ექიმი. ეს ყველაფერი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა არის ღმერთის ხელში და ცოდვის საწყისი რა არის? ღმერთის დავიწყება. მაგრამ ზოგს ღმერთი ახსოვს და მაინც ცოდავს. და რატო? იმიტომ რომ მე ჩემ თავს მოვიყვან. თუ მომივა განკითხვის აზრი და განკითხვა საიდან მოდის? აი აღსარებებს ხორღებულობ. თუ გამიკვირდა ვინმეს აღსარება, ეს უკვე განკითხვა. აი როგორ დაემართა. მაშინ ხედავ რომ იმ დღეს აღოდის მოთმინება ურთიერთობაში. მეგარგება სიმშვიდე. და ასევე თქვენს თუ სიმშვიდე დაკარგული გაქვთ, უნდა გამოიგდოთ თქვენი თავი. ესე იგი ვიღაცასთან უსინდისოდ იქცევი. უნდა მოინანიო. ამ ვიღაცას განიკითხავ. და მადლობა ღმერთს ჯერჯერობით, იმიტომ არ იქვეყნები, სადაც არა საშუალება აღსარება ზიარების. გვაქვს საშუალება. იმიტომ რომ ზოგან კონცერტები მოაწყოს, კლები დაგვიდეს. ჩვენთან მადლობა მოწევს ჯერჯერობით ეს არ არის. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის და ეს მადლობა და მადლიერება როდესაც შენშია ღმერთი და ეს როდესაც შენში ღმერთი როდესაც ყველაფერში სილობს, სინდისით იცხოვრ და შენ ეწინააღმდეგები ცოდვებს
სანამ არ გადაეცვლები, არასდროს არ უნდა იყო დარწმუნებული, რომ ვიღაცას თუ ცოდვაშია სასმელის ან ნარკოტიკის ან სიტუაციაში ან მუშობაში შენ არ ჩავარდები. ამის მაგალითია წმინდანების ცხოვრება. ერთი ნაბიჯია ცოდვიდან დაცემამდე და სისხლიდან დაცემამდე. ამის მაგალითია თუ ზაკეთოთ წმინდათა ცხოვრებას არაფერი გაიგებოდებათ არავისი. გააღმერთეთ მარტო ღმერთსა. ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა. ღმერთმა დაგოცოთ. დიდი მადლობა.